რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. იაპონიაში გადაცემა და ვაშა გადაცემა ბრუნდება სპეციალური გამოშვებით. დღეს გიყვებით იმაზე, ვისაც უკვე დაერქვა საქართველოს ევროპულობის მტერი. გაიგებთ ამბავს რეჟიმმა, რომელიც ხალხს კალაძის ბანერზე რუსის მიწერისთვის იჭერს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს ბროშურების ბეჭდვისთვის აყადაღებს და ხურავს, როცა დასჭირდა თვითონვე აღიარა რეჟიმმა, რომ მის ერთგულმსახურებს ქვეყანაში ლამის 2 მილიარდი ლარი აქვს შემოტანილი და გათეთრებული. საერთოდ არის თუ არა კანონი საქართველოში და თუ არის ვისთვის არის. ვინ უნდა ასრულებდეს კანონს? ვინ უნდა იყოს ზედამხედველი? უბრალოდ თითებზე დავთვალე. ბორის ივანაშვილმა ამ 13 წელიწადში 7 გენერალური პროკურორი შეცვალა. სულ პირველი კბილაშვილი მაშინ მოვიდა, როცა როგორც თვითონ ამბობდა, სექსუალური ლტოლვის ადრე ფიზიოლოგიური ეტაპი გადალახა. რომელ ეტაპზე მოასწრო მერე გადასულა უცნობია, რა კი 2 წელიც არ გააჩერეს. მის ნაცვლად მოსულმა ფარცხალაძემ რეკორდი დაამყარა. გენპროკურორობის 1 თვე, უდიპლომობა და ქურდობისთვის ნასამართლეობის ისტორია. ფარცხალაძე წავიდა და დატოვა ბადაშვილი, რომელმაც 1 წელი იმუშავა. იგი შეცვალა შოთაძემ, ასევე ფარცხალაძის კადრმა 2 წელიწად ნახევრით. შოთაძე თადუმაძემ 1 წლით. თუმცა მერე ისევ შოთაძე დააბრუნეს. მერე გენერალური პროკურორი გახდა გიორგი გაბიტაშვილი. 11 თვეში კი გიორგი გვარაკიძე. ხო და რისთვის ჩამოგითვალეთ ახლა ამდენი მავნებელი? იმისთვის რომ დაგეთვალათ, ამ 7-დან დასავლური სანქციები დღეს 4-ს უკვე არტყმული აქვს. მთავარი და პირველი, რა თქმა უნდა, ფარცხალაძეა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა როგორც რუსული ფსბ-ს ოფიცერი და ივანაშვილის კარზე გავლენის აგენტი. გეგონება ფსბ-ს ივანაშვილის კარზე აგენტები აკლდა. თადუმაძეს გამოწერილი აქვს ლიეტუვის სანქციები, გაბიტაშვილს ბრიტანეთის, გვარაკიძე წელს ივნისში დანიშნეს და ივლისში უკვე ესტონეთმა გამოუწერა სანქციები. დანარჩენები რიგში დგანან, როგორც ხვდებით. ეს ამბები იმათ მოუყევით, ვინც კიდევ გაგიბედავთ ხმის ამოღებას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. და ამაზე ვისაუბრებთ დღეს ადამიანთან, ვინც კრებს მონაცემებს სანქცირებული პროჭრვილელების შესახებ. Transparency International-ის ანტიკორუფციული პროგრამების მენეჯერთან, სანდრო ქევხიშვილთან. სანდრო, გამარჯობა და მადლობა, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. თქვენ კვლევაში მითითებული გაქვთ, რომ დღეისათვის სანქცირებულია 230 ადამიანი საქართველოს მოქალაქე. მაგრამ ამათგან დაახლოებით 100 ადამიანის ვინაობა არ ვიცით. ვიცით მხოლოდ 138. ახლა გაჩნდა ცნობები, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე რომანოვი. რუსული საქმის კეთებისთვის ოღონდ საქართველოშიც. რატომ არ ასაჯაროებენ კონკრეტული ქვეყნები ძალიან ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანების სახელების და გვარებს, რომლებსაც ასანქცირებენ იმ საქართველოს მოქალაქეების? რას უფრთხილდებიან ასეც? ეს არის ლატვია, ეს არის გერმანია, პოლონეთი, თორცდები და ამერიკა. ნუ ამ პოლონეთი, ლატვია და გერმანიის შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ეს პირადი მონაცემებია, პირადი ინფორმაცია და ამის გამო არ აქვთ მათ უფლება თქმის. ამ ქვეყნებმა დაუწესეს რაოდენობები გაასაჯაროეს, ანუ რამდენ ადამიანს დაუწესეს სანქციები, ეს გაასაჯაროეს. ის თქვენ ასევე რა სანქცია არის და ესენი არის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. და უბრალოდ მათი ვინაობა ვერ ვიტყვით, მათივე კანონმდებლობის გათვალისწინებით. ასევე ამერიკაში დიდი ნაწილია იმ ადამიანებისთვის ვინაობას არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ სანქცირებულები არიან, ეს ამერიკაზე მოდის და ეს იყო, ესე იგი, არჩევნების შემდეგ ძირითადად რამდენიმე ტალღა იყო, 2-3 ტალღა იყო, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ხან 30 ადამიანი, ხან 60 ადამიანი, რამდენიმე ათეული, რაღაც 100 ადამიანი, ვისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოში, თუმცა აქაც, ესე იგი, მათი კანონმდებლობის გამო, ესე იგი, მათი ვინაობა ვერ გაასაჯაროებდა სახელმწიფო დეპარტამენტი. თუმცა, ნუ შემდეგ იყო ხო მედიაში რაღაც ინფორმაციები იყო, თქვა ვიღაც არ შეუშვეს საზღვარზე და ასე შემდეგ. ესე იგი, გამოდის, რომ თვითონ სანქცირებულმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს თეორიულად, რომ სანქცირებულია? ამასაც თავისი ეფექტი აქვს, ნახეთ, იმიტომ რომ შესაძაც არ იცი ხარ თუ არა სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ხო? ანუ და იცი რომ ასე თუ ისე მაღალ თანამდებობაზე იყავი, ამასაც რაღაცა ესეთი როგორც მინიმუმ ნერვიულობის ეფექტი აქვს, იმიტომ რომ არ იცი, თქვათ,
რა დაგხვდეოდის დაგხვდება ეს წინ. ყველაზე მძიმედ ვინ არის სანქცირებული? ყველაზე მძიმე სანქციები ვის აქვს დაწესებული ამათგან? ვარცდები ეს არის ვახტანგ გომელაური, ყველაზე მეტად ყველაზე ესე იგი ძლიერად დაზიანებული ასე ვთქვათ, აქ არიან ის ადამიანები, ვინც დაასანქცირა ამერიკამ კონკრეტულად მაგნიტსკის ფარგლებში, ანუ ეს არის კონკრეტული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებების კი, ანუ გომელაური და მისი მოადგილე და ხარაზიშვილი და მისი მოადგილეები ესენი არიან ძირითადად, ვინც ყველაზე მეტად დაზიანდნენ. და ასევე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ადამიანები, ანუ ბრიტანეთმა ცოტა დაასანქცირა რაოდენობრივად, მაგრამ ვინც მათ სანქციების ქვეშ მოყვნენ, ეს არის ყველაზე მძიმე სანქციები მათთვის და თითქოს საინტერესოა, რომ ამ ხალხის უმეტესობა აღარ არის თანამდებობაზე ისინი მოიშორეს. აი, კონკრეტულად ამ გომელაურის ან ვიღაცა ჩიხტიკოპიშვილის შემთხვევა რო ავიღოთ, თუ კარგი ვერ შევა რომელიღაც ერთ ქვეყანაში, ანუ ორში ვერ შევა, ხუთში ვერ შევა, მაგრამ შევა დანარჩენ 200-ში. და რა ამით? ეს რეალური სასჯელია მათთვის? ორი ის არის ხო, ტიპის სანქცია ძირითადად ხარ რაც გამოიყენება, ერთი არის ესე იგი სავიზო შეზღუდვა ან ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა ან ფინანსური სანქციები. ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა ეს მსუბუქი სანქციაა, ხო, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვა რაღაც საქართველოში თუ ხარ, აქ შეიძლება პრობლემები შეგექმნას, თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ შენი სახელი როგორც დასანქცირებული პირის და ასევე მიზეზი, რატომაც დაგასანქცირეს, ეს ინფორმაცია ჩათვალეთ, რომ ყველას აქვს, თითქმის ყველას აქვს სოფლიოში. ანუ ეს ინფორმაცია თქვენ შესახებ, ადამიანის შესახებ გროვდება სხვადასხვა ბანკების მიერ, სხვადასხვა ესე იგი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ასეთ საეჭვო ადამიანების იებს და ინფორმაციას აგროვებენ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, ანუ დასავლეთში განსაკუთრებით არის ესეთი სერვისი, როდესაც შენ შეგიძლია თქვა დაუკვეთო კომპანიას, რომ მოგიძიოს კონკრეტული ადამიანის შესახებ მისი ბექგრაუნდის და მისი ისტორიის, მისი ამდენად კეთილსინდისიერია, ვინ არის საერთოდ შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციას აგროვებენ ძალიან ბევრი კომპანიები, ეს ფასიანი მომსახურებაა, შემდეგ ამ ინფორმაციას ყიდულობენ ბანკები და 1000 სხვა კომპანიები, რომლებსაც უბრალოდ უნდათ რომ თავი დაიზოლიონ, რომ შემთხვევით საქმე არ დაიჭირონ ისეთ ადამიანთან, ვინც შეიძლება პოტენციურად მათ რეპუტაციას ან ვთქვათ, მათ ბიზნესს დაარტყას სხვადასხვა გზით. ამიტომ უბრალოდ ეს ინფორმაცია გროვდება ესე პასიურ რეჟიმში, მოდი ასე ვთქვათ, და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მაგალითად თუნდაც ესტონეთში შესვლა ეკრძალება, ახლა და ესტონეთში 100 წელი არ წავა, კი ბატონო, მაგრამ მისი სახელი აი ამ შავ სიებში, რომლებიც ყველა ბანკს აქვს, როგორც მინიმუმ და არა მარტო ბანკს, ამ სიებში ხვდება. და ეს რას ნიშნავს, რომ შემდეგ შეიძლება თეორიულად, ვთქვათ, აი ევროპაში მოგზაურობის დროს გარკვეული უსიამოვნებები შეექმნას ამ ადამიანს მაინც, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის მესაზღვრეს ამოუხდეს ეს ინფორმაცია და ნუ მან ჩათვალოს, რომ ეს არ გვინდა ეს. ან ეს უკვე დამოკიდებულია, თქვათ, აი იმ ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს სავიზო შეზღუდვები შეიძლება თუ არა დამაბრკოლებელ ფაქტორად ექცეს რაღაც სხვა შემთხვევებში. აი მაგალითად ამ ახლა ირკვევა, რომ თავდაცვის ყოფილ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს თურმე სახლები და ქონებები ქონიათ ესპანეთში. მაგალითად ესტონეთში თუ არის ვიღაცა სანქცირებული, შეუძლია თუ არა ესპანეთში იყიდოს ქონება, ან გახსნას ანგარიში, ან ბელგიაში, ან რაღაც სხვაგან. ეს შეიძლება მოხდეს თუ მაინც შეიძლება დაბრკოლდეს ამის გამო. ესტონეთში ვერ შედიხარ, იმიტომ რომ ამ ერთმა ქვეყანამ აგიღწალა შესვლა, მაგრამ თქვათ იტალიაში სანამ გინდა ბანკის ანგარიშის გახსნა, თქვათ ან რაღაცის ყიდვას, სჭირდება უფრო მეტი ესე იგი დოკუმენტაცია, იქ შეიძლება პრობლემა შეგექმნას, იმიტომ რომ ისინი ნახავენ, რომ შესანქცირებული ხარ და მე ნახავენ, რომ ჩასანქცირებული ხარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ან კორუფციის გამო. და უბრალოდ შეიძლება მათ გადაწყვეტონ, რომ არ უღირთ უბრალოდ ასეთ ადამიანთან ურთიერთობის დაჭერა და მიუხედავად იმისა, რომ შენ იქ არ ხარ სანქცირებული, თქვათ იმ მეორე ქვეყანაში, იქ უბრალოდ მომსახურება არ გაგიწიონ, იმიტომ რომ არ უღირთ რისკის აღება. ეს რაც შეეხება, ისე იგი შესვლის აკრძალვებს, ქვეყანაში შესვლის აკრძალვებს, მაგრამ ფინანსური სანქციები უკვე სერიოზული ამბავია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მთავარი რა არის აქ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გინდოდეს არასდროს, თქვათ, ევროპულ ბანკში ანგარიშის გახსნა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ბანკები, TBC ბანკი და საქართველოს ბანკის დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილია და ისინი აღარ გაგიწევენ მომსახურებას. ანუ
ვახტანგ გომელაურს მის და ხარებას და მის მოადგილეებს და კიდევ სხვებს, ვინც მოხვედრილია ფინანსურ სანქციებში, მათ მომსახურებას აღარ უწევს საქართველოს ბანკი და TBC ბანკი. ასევე ყოფილ პროკურორს მაგალითად გაბიტაშვილს და სხვებს, ვინც არიან ფინანსურ მათ სანქციების ესე იგი დადების დროს თუ რამე ქონდათ ანგარიშს და ყველაფერი გაეყინათ, ფული დაკარგეს, ჩათვალეთ, ანგარიშებიც ან დაეხურათ, ან გაეყინათ და მათ ვერც ცეცხლს აიღებენ ამ ბანკებში და ვერაფერს. ანუ ისინი ფინანსურად მოწყობილები არიან დასავლურ სამყაროს. მათ ესე იგი შეუძლიათ ან ოჯახის წევრების ბარათები უნდა გამოიყენონ სიცოცხლის ბოლომდე, ან ქეშით უნდა იარონ, ან რაღაც თქვათ არაბული ან რაღაც ჩინური ან ეს უცნაურ ბანკებში წავიდნენ მოსახლეობის მისაღებად, რომელსაც წლომა არ აქვს დიდი და იქ ევროპაში მაინც ვერ გამოიყენებენ ისეთ თავისუფლად ამ მომსახურებებს. ივანიშვილიც ბევრ ქვეყანას ყავს სანქცირებული და ამით ნახეთ რომ რეალურად შეწუხდა. ჯერ კიდევ იქამდე შეწუხებული იყო ამ სანქციებს დაუწესებდნენ, გამოუცხადებდნენ, მაგრამ ახლა მით უფრო შეწუხდა. ფინანსური სანქციები გაცილებით უფრო სერიოზულია. ცოტა ცალკე კატეგორია ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა შეგვიძლია მაგასაც ერთ-ორი სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ მას ადევს ამერიკის სანქციები, ფინანსური სანქციები, ან ასევე მძიმეა, თუმცა მან გაკეთდა ერთგვარი გამონაკლისი, ესე იგი ამერიკის მთავრობის მიერ, რომ ეს სანქციები არ შეეხო მის კომპანიებს, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რაც ძალიან უცნაურია, ეს როგორც წესი ესეთი გამონაკლისები არ კეთდება ხოლმე და მანამდე არ გაუკეთებია ამერიკის მთავრობა სხვა შემთხვევაში და აქაც ლოგიკა ის იყო, როგორც ჩანს, რომ მას ასე ვთქვათ, მესიჯი გაუგზავნეს ცოტა სერიოზული და უკან დახევის საშუალება მისცეს, ხო? თუმცა ხედავთ, რომ ეს ამან არ იმუშავა, მაგრამ რეალური ზიანი, რაც მან მიიღო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, რაც უფრო მდიდარი ადამიანი, რაც უფრო გაბნეული აქვს მას ქონება, სხვადასხვა მექანიზმებით, რაც უფრო დიდია მისი ბიზნესის ქსელი, ხო, მით უფრო დამაზიანებელია ფინანსური სანქციები, ხო? იმიტომ რომ მას შემდეგ უწევს საკუთარი სახელის მოშორება ყველა მისი აქტივისგან. და ესეც ნახეთ ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთა საქართველოშიც ზოგადადაც ის ეხაც ცდილობს, რომ რაღაცნაირად მისი სახელი მოაშოროს მის აქტივებს, მაგალითად ყველაზე ბოლოს რაც იყო, რომ ქართულ ბანკის მან პირველს უჩილა, რომ ქართულ ბანკს ეძახით ივანიშვილის ბანკს, არა და ქართულ მისი ბრენდია რეალურად. და ასე შემდეგ და ამით უწევს ამ მისი კომპანიების დაცვა, ხო? ანუ გადაფორმება სხვა ადამიანებზე, ანუ ის რჩება მაინც საბოლოო მესაკუთრე, ანუ მაკონტროლებელი პირი, ანუ ეს არსად არ მიდის, თუმცა ის ახლა მთელი ვაქცინაციები უწევს, რომ ეს და არ დაკარგოს იმისი, ან ზიანი არ მიაყენოს მის კომპანიებს. და ხო, ასევე თანხის დაკარგვაც, რა თქმა უნდა, ბანკებში რაც ჰქონდა ყველაფერი გაეყინა. შემდეგ იყო ასევე ვთქვათ, რამდენიმე თვის წინ იყო გაზაფხულზე მისმა ესე იგი ადვოკატებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს, სადაც ამბობდნენ პირდაპირ, რომ შვეიცარიულ ბანკში არა იმ ბანკში, რომელიც მას პრობლემა ჰქონდა, არამედ სხვა ახალ ბანკში ჩადო მან ფული, როგორც ჩანს, ის ფულიც გაეყინა იმ ახალ ბანკში, შვეიცარიულ ბანკში გავლით ის ინვესტიციებს და სხვა კომპანიებში და ის ინვესტიციებიც გაეყინა. ანუ მას აქვს პრობლემა, სერიოზული პრობლემა შეუქმნა ამერიკულმა სანქციებმა, ხო? პრაქტიკულად ყველაზე მძიმე სანქციები მაგნიცკისია მაინც ამ სიაში მოხვედრა. თავად ის არის, რომ ეს მუდმივი, ანუ განსაკუთრებით მაგნიცკის სიაში ვინც მოხვდა, ეს მაგნიცკის სიიდან ამოღება ძალიან არ მოხდება, მოდი ასე ვთქვათ, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეთი შემთხვევები თითქმის არ ყოფილა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევებზე, იმიტომ რომ ეს ერთი ტიპის დანაშაული არსად არ ქრება, ეს ყოველთვის ამღად ექნებათ ამ ადამიანებს. და სწორედ ამიტომ იყო პრინციპში მოსალოდნელიც იყო და აი მოხდა, რომ ეს ადამიანები მოიშორეს, იმიტომ რომ ისინი გამოსვლადაგერები არიან რეალურად. მათ თქვა რაღაც ფუნქცია შეასრულეს და ახლა გაფუჭდნენ, მოდი ასე ვთქვათ და ახლა აღარ არიან საჭირო. კატეგორიებად თუ ყავთ ეს ხალხი დახარისხებული. რამდენი პროკურორი, რამდენი მოსამართლეა, რამდენი პოლიციელია, რამდენი არ ვიცი, ჩინოვნიკია, მესმის ზოგი უკვე ყოფილია, მაგრამ ესე კატეგორიებად თუ გაქვთ ეს ხალხი შესწავლილი, ეს სიები შესწავლილი. 230 ადამიანიდან ვინც დასანქცირებულია სხვადასხვა მეთოდით, ხო, ყველას ვინაობა არ ვიცით, როგორც თქვით, 138-ის ვინაობა ვიცით დღეს მდგომარეობით. აქედან 4 ადამიანი არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები. არის ესე იგი 52 მაღალჩინოსანი ქართული ოცნების, ხო, აქ ministrები იგულისხმებიან, პარლამენტის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები, ვინც მოხდნენ. არის 46 მოსამართლე არის ამ სიაში. აქ ძირითადად ესენი არიან, ესე იგი,
ბალტიის ქვეყნების მიერ მაგალითად სანქცირებულები შესვლა ეკრძალებათ ამ ქვეყნებში, თუმცა აქ არიან სხვების მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამართლეები ჩინჩალაძე მურუსიძე, რომლებიც ფინანსურ სანქციებში მოყვნენ როგორც ამერიკის, ასევე დიდი ბრიტანეთის და ეს თან დამაზიანებელია მართლა. არის 16 პროკურორი და არის 14 პოლიციელი. ესენი ძირითადად ეს თქვათ პროკურორები, პოლიციელები არიან და მოსამართლეების პრინციპში არიან ესე იგი რეპრესიებში ჩართული ადამიანები, ხო, ანუ პოლიტპატიმრების მოსამართლეები და პროკურორები არიან ძირითადად პოლიციელები. პოლიციელების დიდი ნაწილი ასევე სანქცირებული იყო მზიან მაღლობელი საქმის გამო, ანუ ისინი ფიგურანტები არიან ამ საქმის და ეს არის მიზეზი. ხო, და ჯერჯერობით ასეთი არის განაწილება. 2023 წელს, როდესაც ახალი იყო სანქციები, ახალი ხილი იყო და პირველი პარტია ამ სანქციების იყო მოსამართლეების წინააღმდეგ, ეს მოსამართლეები ამბობდნენ, რომ აუცილებლად გაასაჩივრებდნენ სანქციებს შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. რა ქნეს გაასაჩივრეს? მოგიცი, 2 წელი გავიდა და შედეგი არ გაგვიგია. შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყება იქნება თუ შესაბამისი უწყება, მათ აქვთ როგორც წესი, ყოველ შემთხვევაში ამერიკაში და დიდი ბრიტანეთში ასეა და რადგან მათ უბრალოდ ეს პრაქტიკა სანქცირების, რომ მათ აქვთ მთელი დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, ან დეპარტამენტები, ან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამაზე მუშაობენ, ანუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისინი აგროვებენ ინფორმაციას ასეთი ტიპის სამართალდამღვრებზე, ხო, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არისჭებიან და შემდეგ ესე იგი იღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად იმოქმედონ აი ამ მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ხო? ანუ ეს თან აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კითხვა ისმის ხოლმე, რომ თქვა ქართული ოცნების ტაქტიკა იყო ასეთი, ხო, რომ თქვა გვაჩვენეთ მტკიცებულებაო და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენთან არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, თორე ამ ქვეყნებში არის დამოუკიდებელი სასამართლო, ჩივილი შესაძლებელია და ბევრი ჩივის და ესე იგი, როდესაც იღებენ სანქციების გადაწყვეტილებას, ეს ანუ მთავრობები იქ ფიქრობენ, რომ ეს ანუ ვერ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, თუ არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ჩივილის შემთხვევაში მათ თავისივე სასამართლოში შეძლონ საკუთარი პოზიციის დაცვა. ანუ ეს არის სტანდარტი. ივანაშვილი სანქცირებულია და მისი ოჯახის წევრები ვინმე სანქცირებულია, შვილები, ცოლები, ძმები, დები. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა, მამაცაშვილი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, ფოტოშორის. იქ ესე იგი მას ჰქონდა მის შვილის გავლით, ახალგაზრდა შვილის გავლით, ჰქონდა ბიზნესი სანქცირებულ რუს KGB-ს გენერალთან, რომელიც ხელმძღვანელობს, ასე რა ქვია, კომპანიას, სახელმწიფო კომპანიას რუსეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდს, რომელიც აშენებს სამხედრო გემს. და ეს კომპანია ადამიანი სანქცირებულები არიან ყველას მიერ დასავლეთში, ამ ომის დაწყების მერე და უჩას ჰქონდა მასთან საერთო ბიზნესი. ამაზე ჰქონდა ჩვენ გამოძიება და შემდეგ უკრაინამ გადაწყვეტა, რომ ესენი დაესანქცირებინა. უკრაინის სანქციები ფინანსურია მართალია, მაგრამ უკრაინა მისი გავლენებით არ არის ისეთი გავლენიანი ქვეყანა, ამიტომ მისი სანქციები ისეთი მტკივნეული არ არის. თუმცა მაინც ეს ახვედრებს აი ამ როგორც თქვი, ამ შავი სიების მაშინ რა ქვია, შავსიაში გახვედრებს მაინც ეს ამ ქვეყნის სანქცირება და ეს დასავლურ ქვეყნებს მისი ოჯახის წევრები არ დაუსანქცირებიათ ჯერჯერობით, ანუ მისი მეუღლე, მაგალითად შვილები არავის სანქციებში არ არიან, თუმცა აი აქ გავიხსენებ, რომ აი ეს რო ახსენე, რომ ისინი ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს, რომ იქ თვითონ უწუნებდნენ ადვოკატები, რომ ან თვითონ ბიძინა ივანიშვილი უწუნებდა ადვოკატების პირით, რომ შვეიცარიულ ბანკში სადაც მას ეს რაღაც კონტა ფული ეგონა რო გადარჩენილი ფული, მათ შორის ოჯახის წევრების იქ ამბობენ, რომ ოჯახის წევრებზეც გაავრცელა ბანკმა ეს სანქციებიო. ანუ უფრო ფართოდ, ანუ ნახეთ ბანკმა უფრო ფართოდ ინტერპრეტაცია გაუკეთა სანქციებს, ანუ მან უფრო თავი დაიწყვია და არა მარტო ბიძინა ივანიშვილი როგორც აი სანქცირებული პირი და შეუჩერა მომსახურება და ფინანსები, არამედ გაავრცელა ეს შეთანხმებები მის ოჯახის წევრებზე და ბანკს აქვს უფლება. მას აქვს უფლება თავი დაიცვას პოტენციური რისკისგან და მან ჩათვალა, რომ მის ბიძინა ივანიშვილის უშუალო ოჯახის წევრები, რომლებიც შეიძლება დღეს არ არიან სანქციების სიაში, მათ არ უნდა მოემსახუროს, იმიტომ რომ პოტენციურად შეიძლება იყვნენ მომავალში, ხო? და ეს სანქციების სრულხავი ეფექტი, ეს თალკე ამბავია, თალკე პრობლემა მათთვის და ეს მოხდა აქ.
მაინც ტექნოლოგია უნდა ვიკითხო. სანქცირებულებმა წინასწარ არიციან, წინასწარ არაფერს არ ეუბნებიან ამათ. ჩვენ არ ვასაჯარო წინასწარ არ ვიტყვით, რას გამოვიყენებთ, ხო? ეს ფრაზა გვესმის ხოლმე და ეს თან მნიშვნელოვანი ფრაზაა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ფინანსური სანქციების შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ არ იცოდეს ადამიანმა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება, იმიტომ რომ მომზადება შესაძლებელია, ხო? თუ თქვა რაღაც თანაზოგი აქვს ანგარიშზე ან რაღაცა, მის გადატანა თქვა სხვა ადამიანის ანგარიშზე მარტივად შეიძლება და ამისგან რომ თავი ეს რო არ მოხდეს. ხო, ამიტომ ისე რომ წინასწარ არ ეუბნებიან ხოლმე და როგორც წესი ეს არ იციან და სიურპრიზია ხოლმე ამ ადამიანებისთვის. გააჩნია ხო კონკრეტულად თქვა ბიძინა ივანიშვილის არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი, როგორც ჩანს ის თან ემზადებოდა, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ჩაშან გაზაფხულზე მიიღეს ეგრეთ წოდებული ოფშორული კანონი, ხო? ეს იყო რეალურად ცვლილებები შეიტანეს საგადასახადო კოდექსში ჩვენთან ეს დაჩქარებული. კი ბატონო, ნახატები, თუმცა არა მარტო ნახატებს ეს ფიზიკურ უძრავქონებას, ფიზიკურ ან მოძრავქონებას ეხებოდა, ფიზიკურს, თქვათ იქ სამკაულები, ეს ნახატები, ფერწერული ტილოები და მაგრამ ნებისმიერი რამე სხვა ანტიკვარები და ნებისმიერი რამეზე ვრცელდება და ასევე ხო, ანუ ამ კომპანიების წილების გადამფორმებაში გადასახადებისგან ყველანაირად თავისუფლდება და შემდეგ ეს ამერიკის სანქციებამდე მოხდა ეს, ანუ ეს იყო რაღაც ერთგვარი მომზადება, ის ემზადებოდა შემოდგომისთვის იცოდა რომ რაღაც ძალაუფლებას არ დათმობდა და ძალას გამოიყენებდა და რომ ამას რაღაც ზიანი სანქციების სახით ექნებოდა, ამიტომ ის მოემზადა ამ კანონის სახით და შემდეგ ნახეთ რომ ამერიკის სანქციების მიერ ზუსტად იანვარში ესე აქტიურად დაიწყო მან ამ გადამფორმებები ფერწერული ტილოების შემოტანები, ხო, სადაც ძალიან დიდი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან 10 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს, იმიტომ რომ ამ მორგებული კანონით არ გადაიხადა გადასახადები. რაც ეხლა ესე ჩანს და საუბრობთ კიდევ დიდია ეს თანხა. თქვენი სია შედგენილია ივლისში და მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. გავიგეთ აგვისტო შეუბრუნებების დროა, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც სანქციებს აწესებს. მაგრამ ახლა ეგრეთ წოდებული არჩევნები მოგვადგა მორიგი კარს და კიდევ ძალიან ბევრი რამე მოხდა. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სანქციებს, ახალ პაკეტებს, ახალ ადამიანებს, ახალ გვარებს ამ სიებში. პოლიტიკური ინსტრუმენტია ხო ეს? ანუ რეალურად ამ მექანიზმს იყენებენ დასავლური ქვეყნები. რა თქმა უნდა, იმიტომაც რომ თქვათ, ვინც დააშავა რაღაც მათ ისინი დააზიანონ, თუმცა მაინც მიზანი მთავარი სანქციების ყოველთვის არის თქვათ არა თქვათ რაღაც წარსული დანაშაულის დასჯა, არამედ სამომავლოდ ასე იგი რაღაცა ცვლილების წახალისება. მაინც ეს არის რა მიზანი. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ან მესეჯის გაგზავნა ამოდი ესე ვთქვათ. და რადგან აქ სიტუაცია არ იცვლება და თუ ის უფრო დამძიმდება, მოსალოდნელია რომ ეს სანქციების პოლიტიკა დასავლური ქვეყნების მხრიდან გაგრძელდება. ხო, და ამიტომ ჩვენ ამ სიას ვაკეთებთ, განვაახლებთ. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, მეც ეჭვი მაქვს რომ უახლოეს მომავალში მოგვიწევს კიდევ ახალ დამატებით სიებზე საუბარი და ახალი სახელების და გვარების ჩამოთვლა. დიდი მადლობა. გაგრძელებოთ. არაფრის, პირიქით. დამატებით. მაშინ ასე გაგრძელება იქნება, პროცესი ეტყობა. გაგრძელდება დასავლეთის სანქციებიც, გამრავლდება და გამრავალფეროვდება. გაგრძელდება ამათი კვლევაც და შესაბამისად მხილებაც. ზუსტად ეგ არ უნდა ბორის ივანაშვილს. ზუსტად ამიტომ ებრძვის საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოების რაღაც სხვა ჯგუფებს. რაკი ამაჩი, ზუსტად ამაჩი ხედავს რუსული რეჟიმის მამხილებელ, ესე იგი ძალიან საშიშ პოტენციალს. ეს იყო ვაშე გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. უყურებთ და შემოუერთდით ჩვენს პოდკასტს ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.